სამხედრო სავალდებულო გაწვევის სისტემაზე იმსჩელეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან იზორიამ ჰანეს ჰანსოს უმასპინძლას შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარე წვევამდელთა სისტემის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების მიხედვით დანერგავს. თავდაცვის მინისტრმა ესტონელ სტუმარს ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით შევეხეთ წვევამდელთა სისტემას. უნდა ვთქვა, რომ ესტონეთში ეს სისტემა დიდი ხანია მუშაობს და კიდევ ერთხელ მოვისმინე ძალიან კარგი არგუმენტები თუ რატოა საჭირო ისეთი მცირე ერებისთვის, როგორც საქართველოა, ესტონეთია, წვევამდელთა სისტემის არსებობა. ჩვენ გეგმავთ იანვრის ბოლოს ესტონეთში ვიზიტს, რათა ადგილზე გავეცნოთ ამ სისტემის მუშაობას. ჩვენმა კოლეგებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახური რამდენიმე წლის წინ გააუქმეს, თუმცა ასევე საქართველოს მეგობარმა ქვეყანამ ლიტვამ აღადგინა სავალდებულო სამსახური. შვედეთიც აპირებს აღადგინოს ჯარში გაწვევა. ნორვეგიამაც აღადგინა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა. ფინეთს კი არასდროს გააუქმებია ჯარში გაწვევა. ფიქრობ, ესტონეთმა და ფინეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ არასდროს გააუქმებიათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა. ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის საქმეში მონაწილეობის მიღება. თუ თქვენ კვლავ აღადგენთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას, ჩვენ დაგეხმარებით, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს.